კირჩხიბებს უჯდებათ მე-6 სახლში, მე-6 სახლი ჩვენთან არის სამსახური მეგობრებო, ეს არის გრაფიკი, სამუშაო გრაფიკი, ზოგ შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გამოუჩნდეს, ზოგ შეიძლება მოუწიოს დაალაგოს თავის ცხოვრება, დიცურეთში რო ავიღოთ და არა კონკრეტულად სამსახური, შეიძლება იძულებული იყოს ან სწორი კვების, ან ჯანმრთელობის პრობლემები ზოგ შეექმნას, ან მოაგვაროს პირიქით ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგისთვის შეიძლება იყოს აუცილებელი რომ რაღაც უნდა დავალაგო, რაღაც მოვაწესრიგო, ჩემი ცხოვრება უნდა იყოს მოწესრიგებული და ეს მე ძალიან გამიჭირდეს თან, ხომ? იმიტომ რომ ლილიტი აქრას იძლევა, რომ ან პირიქით გადამეტებული ფიქრი სისუფთავეზე, მოწესრიგებაზე, დავალაგო რაღაც ჩემი ცხოვრება და აქ დაიკარგოს რუტინაში ადამიანი და სიამონება ვერ მიიღოს, ხო? იმიტომ რომ წინა შავი მთვარე უჯდებოდათ კირჩხიბებს მე-5 სახლში. ეს დასვენება იყო, ეს გართობა იყო და ეხლა ნენელა დადგა დრო მუშაობის, ხო? რომელიც ასევე შეიძლება იყოს ცოტა დამღლელი. უბრალოდ იცით რა არის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იუპიტერი ეხლა ბედნიერების წარმატების პლანეტა არის ასევე კირჩხიბში. სერიოზული ბალანსი არის კირჩხიბებისთვის, იმიტომ რომ იუპიტერი ყავთ, ხო? მზესთან და ეს იღბალი, სიმხიარულე, ოპტიმიზმი, ეს კარგ ახანს იქნება კირჩხიბებთან. ამიტომ ამ 6 სახლზე ესე ვერ ვიტყვი რომ ხავმტყოფობა იქნება და ენერგიის კარგვა და ცუდატყოფნა, იმიტომ რომ იუპიტერი არის მაინც მათთან. რაც არ უნდა სირთულეები იყოს ცხოვრებაში, ხო, იუპიტერი აძლევს მაინც პრობლემის სხვადასხვა კუთხით მოგვარების შანსს. ყურადღებით უნდა იყვნენ სამსახურში მეგობრებო, შეიძლება დაპირისპირებების თანამშრომლებთან, შეიძლება სამსახურის დაკარგვა ზოგიერთისთვის მაგალითად და ყურადღებით უნდა იყვნენ. ეხლა მთავარი საცდურები, მთავარი გამოცდები არის სამსახური, ჯანმრთელობა, შრომა შინაგანად, რამდენად შრომობთ ჩვენ, რამდენად ვაღწევთ შედეგებს ამ შრომაში. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ საბუთებთან, ციფრებთან, ვინც ამ ბუღალტერიაში არის, ან ციფრებთან აქვს კავშირი, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ აქ, იმიტომ რომ შეიძლება სერიოზულად ლილიტმა დეტალების გამორჩენა გამოიწვიოს, რაღაც ისეთი წვრილმანები გამოგრჩეს, რომელიც მერე პრობლემა გახდეს, ხო, ან სამსახურებრივად მაგალითად, ხო? და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი საცდურები რომ ვიცოდეთ, ხო, რომ აი აქ არის სადღაც ბნელი წერტილი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ზოგთან შეიძლება იყოს ბევრი წვრილმანი პრობლემა, რომ გაიხლართოს ამ პრობლემებში და ეს ცხადვის განმავლობაში იყოს ცოტა გადაღლაც აქედან გამომდინარე, ხო? და ყველაზე კარგი იქნება აქ რუტინა სწორი, ჯანმრთელობა, სწორი კვება, ძალიან მნიშვნელოვანი არის დაალაგონ თავის ცხოვრება. ჯანმრთელობას მიხედან მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდნენ.